375 კრედიტორი, თქვენი ფინანსური მხარდამჭერი. საღამოს ეთერის სპონსორია სადაზღვევო კომპანია IC ჯგუფი. თქვენ უყურებთ ახოსანაირს ამბებს 19 საათზე და კიდევ ერთი გახმაურებული საქმის შესახებ ვისაუბრებთ გადაცემის ამ ბლოკში. ეს არის მაგდა პაპიძის საქმე. მაგდა პაპიძის დედა ლიანა შამუგია არ გამორიცხავს, რომ მისი სიძისა და შვილიშვილის მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილის ჩადენილი იყოს. ამის შესახებ ლიანა შამუგია მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ლიანა შამუგია რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი იქნება, მანამდე მოვისმინოთ მაგდა პაპიძის განცხადება. ლიანა შამუგია მაგდა პაპიძის დედა უპასუხებს ახლა ჩვენს შეკითხვებს. მოგესალმებით ქალბატონ ლიანა, გმადლობთ რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. რატომ გადაწყვიტეთ რომ დღეს ეს განცხადება გაგეკეთებინათ და დაგესახელებინათ პირდაპირ სახელი და გვარი იმ ადამიანის, რომელზეც არ გამორიცხავთ რომ მისი ჩადენილი იყოს. რას ეყრდნობით ამ შემთხვევაში, როდესაც ამ განცხადებას აკეთებთ? მე აღნიშნავ ამ პიროვნებას იმ კუთხით, რომ როდესაც პროკურატურამ დაამკითხა პირველ დღეს, მე შევეკითხე, რომ პირველი ზარი ვისგან იყო შესული და მათ მითხრეს, რომ ოთარ ბერძენიშვილისგან იყო შემოსული ზარი და მოველოდი ამ ხნის განმავლობაში, რომ დაიკითხებოდა რაღაცა განვითარება მიეცემოდა ამ ბიჭის მსვლელობას, გამოძიებას, მაგრამ როგორც ვატყობ, ეს პიროვნება წასულია. ქალაქიდან გასულია და არანაირი პასუხი არ ისმის ამ მხრივ. როდესაც შევეკითხეთ პროკურორს, რომ ამ ოთარ ბერძენიშვილის საკითხთან დაკავშირებით გვიპასუხეს, რომ ტერიტორიულად სხვაგან იმყოფებოდა, მაგრამ იმ საათებში იმ ღამით, მაგრამ მაგ დაასახელებს, როდესაც მე გავდიოდი, გამიყვანა პოლიციამ, უბანში დავინახე და იმ წუთასვე აუყვანიათ პროკურატურას. რას ეკეთებდა იმ ღამით ქუჩაში და რატომ დაასახელა მაგალითად პროკურორმა, რომ პირველი ზარი ოთარ ბერძენიშვილისა იყო შემოსული და რა საფუძველი ჰქონდა ოთარ ბერძენიშვილის, თუ კი მართლაც დაურეკა და თუ კი მართლაც შეატყობინა პროკურატურას, აი ამ საკითხების გამო, ამ საკითხის გამო გამიჩნდა ეჭვი ამ პიროვნებას. თავად მაგდას პოზიცია შეგიძლიათ გითხრათ როგორია ამ საკითხზე ოთარ ბერძენიშვილთან დაკავშირებით? ის ამბობს თავის პოზიციას საერთოდ ამ პირთან დაკავშირებით? მაგდასთან არ მქონია სასაუბრო საშუალება, რა თქმა უნდა. ამაზე არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ნამდვილად. ადვოკატებს თუ უთხრა და მათი საშუალებით მიიღეთ რაიმე ინფორმაცია? ეს მარტო ჩემი აზრია, რაც გავაჟღერე დღეს, მაგდას მხრიდან არ ვიცი ნამდვილად. რასაც სასამართლოზე იძახის, მეც ის ინფორმაცია მოგწევს. თქვენ თუ გაქვთ თქვენს გონებაში ჩამოყალიბებული თქვენი წარმოდგენა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ დღეს იქ? თუ თქვენს გაქვთ ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელზეც პასუხს ვერ იღებთ? იმ ღამით რა მოხდა, მე ნამდვილად არ ვიცი, რა თქმა უნდა, რაც არ დამინახია და რაც ჩემი თვალით არ მინახავს, როგორ ვილაპარაკებ, მაგრამ მე ძალიან დიდი ეჭვები მიჩნდება ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად დაკარგული ხალათი, რომელიც წინა 3 დღით ადრე დაიკარგა. ასევე ის ფაქტები, რომ არ აღნიშნო, არ შეიძლება. სუფთა ტახტი, რომელიც ოთახში იყო, გატანილი იქნა მცხედრების მოტანის დროს და შემოტანის დროს უკვე სისხლიანი აღმოჩნდა. ეს ისეთი თემაა, რასაც აღნიშნავ ამ წუთას, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვიძახდე და მაქვს კიდეც ვიღებ კიდეც ჩემ თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ იქ დამსწრეები მომსწრე იყვნენ და ვინც შეესწრო, ისინი ადასტურებენ ამას, რომ ეს ტახტი ვერ გავიდო და იმ თვითონ თუ არ დაიცლებოდა. ამიტომ დაცლის პროცესში აიხადა, ის ნივთები ამოვიდა ტახტიდან და ამის შემსწრე ხალხი არსებობს და ისინი დაადასტურებენ, რომ ნამდვილად სუფთა იყო იქ ყველაფერი და არ ვიცი რატომ ხდება ესეთი რამე, რომ გვიან მოხდა ექსპერტიზის ჩატარება, გვიან მოხდა ეს ყველაფერი. ის ხო შეიძლებოდა იმ წუთასვე ექსპერტიზა შესულიყო. აი ეს ძალიან დიდ ეჭვს ბადებს ჩემში. ქალბატონ ლიანა, ჩვენ ვნახეთ ჩანაწერი ფურცელზე, ეს პროკურატურამ გაავრცელა, გახსოვთ ალბათ. შემდეგ პროკურატურამ ანუ გარკვეული, ასე ვთქვათ, მტკიცებულებები წარმოადგინა, მათ შორის იყო ვიდეო ჩანაწერი სათვალთვალო კამერიდან ამოღებული, როდესაც მაგდა
ბავშვთან ერთად მოდის ქუჩაში და პარკით მოაქვს ნივთი, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო, ვთქვათ, ის ნივთი, რომლითაც პროკურატურა ამბობს, რომ მოხდა ეს მკვლელობა. აი, რას გვეტყვით აი ამ დეტალებზე? თქვენთვის რამდენად მყარი არის ეს არგუმენტები, რასაც პროკურატურა გვაჩვენებს? შეიძლება ამ უროსთან დაკავშირებით, იმ უროსთან ერთად მაგდა მიყიდა სხვა ნივთებიც. ლურსმანი, იქ რაღაცა ნივთები ისეთი, რაც შეიძლება თვითონ გამყიდველის ადასტურებს ამას და ასევე სხვა რაღაცებიც არის იქ. აი ეს დანარჩენი ნივთების შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ? სად არის ეს დანარჩენი ნივთები? თვითონ გამყიდველიც დაადასტურებს ამას და ადასტურებს კიდეც და რა თქმა უნდა ოჯახში იქნება ახლა სულ ყველაფერი დაკარგული აღმოჩნდა და არ ვიცი ლურსმანს ვინ დაგიმტკიცებს იქ რო აგერ ლურსმანებს და მაგრამ გამყიდველი ხო ამტკიცებს ამას არა იქ ამოღებულია ლურსმანი იქ რაღაცა პლოსკოს ვეძახით ის რაღაცა ნივთები არის ნაყიდი ისეთი რომელიც შესაკეთებლად უნდა და სხვენ გარეთ სათავსოსი მე თვითონ ურჩევდი იმას რომ იქ პატარა ბაღჩა გაეკეთებინათ რომ ბავშვი ხშირად შედიოდა და თამაშობდა ეს არაფერი აქ ისეთი არ არის რომ იქ დნმ-იც მაგდასიც არის და ომარისიც აღმოჩენილი და ის წინა დღეს კი არ არის ნაყიდი ის თვითონ რამოდენიმე დღით ადრე არის ნაყიდი და თითქმის ერთი კვირის წინ მე მგონი. რაც შეეხება აი ამ ჩანაწერს ფურცელზე, რომელიც ასევე ჩვენ ვნახეთ, ამაზე რას გვეტყვით? რაც შეეხება ჩანაწერს, მე რომ ნაწერს დავხედე, პირველ რიგში ჯერ ნაწერიდან გამომდინარე ვილაპარაკებ. ეს ნაწერი არ ემთხვევა ჩემი მაგდას ნაწერს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზამ დაამტკიცა, მე არ ვენდობი ამ ექსპერტიზის მტკიცებულებას, იმიტომ რომ სულ თანდამ აქვს ჩემი მაგდას ნაწერი. აი რამოდენიმე თუნდაც ერთი წლის წინანდელი, ახლანდელი, სულ ბოლო პერიოდისა, აი სულ თანდამ აქვს. აბსოლუტურად არ ემთხვევა, მაგდას არ აქვს გადაბმული ასოები, თქვათ. და სულ დამოუკიდებელ ასოებს წერს და ის შინაარსი, რაც იქ არის ჩამოყალიბებული. აი ამ ტერმინოლოგიით მაგდა არ საუბრობს. რაში დასჭირდებოდა ახლა მაგდას იმ ჩაიდანის შეტანა ანტოლში, როცა სისტემატიურად იდგა ოთახში დასალევი წყალი ბავშვის. თქვათ, ან რამ გამოცვლა რაში დასჭირდება. მაშინ თუ ამ კუთხით ვისაუბრებთ, ამ კუთხით მივდებთ, მაშინ გამცეს მე პროკურატურამ პასუხი. რატომ არაჩვენეს იმ ამოღებული ნივთებიდან იმ უცხო ბავშვის სურათი, ვითომ მაგდას გადაგდებული ნივთებიდან, სადაც სულ უცხო ბავშვია, ის ჩვენი თორნიკე არ არის. რატომ არაჩვენეს თუ კი ეს გამოფინეს სახალხოდ და ეს ყველამ დაინახა აი თურმე ეს ჩაუგდია მაგდას რატომ რა ფოტოა ეს ბავშვის ფოტო დიახ თუ დაადგინეთ ვინ არის ეს ბავშვი საიდან გაჩნდა მაგდას სახლში ეს ფოტო მაგდას სახლში არ არის ეს გაჩენილი ეს არ არის ახლობელი ბავშვი ეს არ არის ვიღაცა ჩვენ ეს ფოტო საიდან გაჩნდა ანუ გადაგდებული იყო ნაგვის ურნაში ხო შესაძლოა ეს ფოტო მაგდას სახლში იყო და იქიდან არის გადაგდებული ეს სურათი არ იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით მაგდას სახლში რა სურათები იყო თუნდაც ვინ უნდა ყოფილიყო ის ბავშვი ვინ უნდა ყოფილიყო ანუ რა ეჭვებს გიჩენთ ეს ფოტო მიჩენს და მიჩენს ეს იყო შეკვეთილად გაკეთებული შეგნებულად მოწყობილი თუ ის ზღაპრების წიგნს დაახევდა დედაშვილისთვის ზღაპრებისთვის როგორ წინასწარ გაქრა ზღაპრების წიგნი სათვალთვალო ვიდეოკამერა კომპიუტერის ხალათი თოკიდან ხშირად უქრებოდა ის რაღაცა დასაცმელები ხალათი გაქრა ომარისი რომელიც სისხლიანი იპოვეს მე ურნაში ჩაგდებოდა ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს ფოტო შეუძლებელია ყოფილიყო სახლში ფოტოებში ან ალბომში ან სადმე ასეთი რამ მანამდე არ გინახავთ ეს არის რაღაცა ძველი სურათი იცით ეს არ შეიძლება ყოფილიყო ახლობელი არც ომარის მხრიდან ადასტურებს ეს ბავშვი ვინმეს არსებობს არც ჩვენი მხრიდან საერთოდ უცხო ბავშვია მაშინ თუ ისინი კარგით ვთქვათ მაგდას ოჯახში ვთქვათ იყო და ვთქვათ გადააგდო რატომ არაჩვენეს ეს ეკრანზე იმ ნივთებთან ერთად ხო ვიტყოდით რომ ეს არ არის თორნიკე ეს სხვა ბავშვია ქალბატონ ლიანა კიდევ ერთი საკითხი ეს არის ნაფიცი მსაჯულები თქვენ ამ მიმართულებით მიდიხართ რას მოგცემთ ეს გადაწყვეტილება ფიქრობთ რომ მაგდა თავად ადვოკატები მოახერხებენ ნაფიცი მსაჯულების დარწმუნებას იმაში რომ უდანაშაულოა მაგდამ თვითონ გადაწყვიტა თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე ვენდობ იმის გადაწყვეტილებას მაგრამ პროკურატურამ ისეთი მსვლელობა გააკეთა ამ პერიოდში ბოლო
პერიოდში რომ გამოფინე ეს ყველაფერი ის მოპასუხე მხარე ხო სჭირდებოდა რა თუ კი ჩვენ ასე ქუჩაში განვიხილავთ და ტელევიზიით განვიხილავთ ამას მაშინ რა გვინდა სასამართლო ასეთი ის იყო გაჟღერებული ჟურნალისტის მხრიდან რომ ხალხის დიდი ინტერესის გამო თუ ხალხს დიდი ინტერესი აქვს ხალხს იმის კულტურაც აქვს მე მგონი რომ დაელოდოს სასამართლოს და ყველამ ერთად მოვისმინოთ და განვიხილოთ ეს ანუ თქვენ ფიქრობთ რომ პროკურატურამ ამ მასალების გამოქვეყნებით სასამართლოზე ზეწოლა მოახდინა და საზოგადოებრივი აზრის შექმნა წინასწარ რა თქმა უნდა როგორ შეიძლება როცა გამოაქვს ეს საკითხი იმას პასუხი ხო უნდა ჩვენ ხო ოთახში ჩვენთვის არ ვლაპარაკობთ სახლშია რა მოპასუხე მხარე ხო გვინდა არა ხო უნდა გვისმენდეს ვიღაცა ასე არ შეიძლება რომ მარტო ჩვენ ვილაპარაკობთ და პასუხი არავინ გაგვცეს და რაც შეეხება ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ თავად მაგდას მდგომარეობის შესახებ მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მაგდამ ძალიან რთული პერიოდი განვლო იცით ძალიან მძიმედ გადაიტანა თავისი ოჯახის წევრების დაკარგვად. ეს არ ვიცი, აინი დაუწერელია ჩემთვის და რაც შეეხება ჯანმრთელობას, აი ამ ბოლო პერიოდში ძლივს მოუწესრიგ და შაქრის საკითხის დიაბეტის მხრივ. ძალიან განიცადა ბავშვი, იძახის რომ ბავშვი